მე-17 საუკუნეში გამოჩნდნენ მსოფლიოს ამბიელზე არაბები და დაიწყეს თავისი დამპყრობლური მოღვაწეობა, ბუნებრივია. ისინი შეიჭრნენ ეგვიპტეშიც, მაგრამ ეგვიპტეში საკმაოდ ისეთი მათთვის განსაცვიფრებელი წინააღმდეგობა შეხვდათ. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა ქიმიასთან, ანუ ქემიასთან. აი ეს გახლავთ გრავიურა, რომელიც არის ამსახველი არაბების პირველი შეხვედრისა ქემიასთან. საქმე ეს არის, რომ როდესაც ისინი თავიანთი ხის ხომალდებით მიადგნენ ეგვიპტის ნაპირს, მათ კალენიკეს მიერ შექმნილი ბერძნული ცეცხლით გაუმასპინძლდნენ. ან ბერძნული ცეცხლის შემადგენლობაში იყო ნავთობი, გოგირდი და ზეთი, რომელიც ძალიან კარგად ალდება და იგი წყლის დასხმით არ ქრება. პირიქით ცეცხლი უფრო იმატებს. ამიტომ არაბების ხომალდები პირწმინდად იქნა განადგურებული. ბუნებრივია, მათ მაინც დაიპყრეს ეგვიპტე, მაგრამ დაინტერესდნენ ქემიათი და მიხვდნენ, რომ ეს ისეთი სახუმარო მეცნიერება არ იყო და ეს მათ გამოადგებოდათ. ამიტომ გამოჩნდნენ პირველი არაბი უკვე შეგვიძლია ვთქვათ ალქიმიკოსები, რომლებმაც ძალიან სერიოზულად მოკიდეს ხელი ქემიას. აი ამ პერიოდიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაბებმა ქემიას დაუმატეს არტიკლი ალი და მივიღეთ უკვე ალქემია, რომელიც ევროპელებმა უფრო ხარტი ტერმინით შეცვალეს და უკვე საბოლოოდ დამკვიდრდა ალქიმია. სხვათა შორის კიდევ რამოდენიმე სახელწოდებაში არის ეს არაბული ალის გავლენა, მაგალითად ალკოჰოლი, ალკალი, იგივე ტუტე, ალემბიკი გადასაყვანილს აღნიშნავდა ქიმიურ ჭურჭელში, ასე რომ არის ალის გავლენა რაღაც ტერმინოლოგიაზე იგრძნობა. მე გითხარით, რომ გამოჩნდნენ პირველი ალქიმიკოსი მეცნიერები, ერთ-ერთი მათგანი იყო ჯაბիր იბნ ხაიანი, მას ევროპაში გებერის სახელით იცნობდნენ და ჯაბირმა არა მარტო გადაწყვიტა, რომ ეს მთელი დაგროვილი ცოდნა გადაეთარგმნა არაბულ ენაზე, არამედ გადაწყვიტა, რომ რაღაც კვლევები ჩაეტარებინა თვითონაც, რა თქმა უნდა, ის დაინტერესებული იყო ოქროს ტრანსმუტაციით, ანუ ოქროს მიღება სურდა მასაც. თუმცა მისი დამსახურება არის ის, რომ პირველად აღწერა მან ნიშადური სპირტი და შექმნა პირველი მცდელობა იყო მის მიერ შექმნის ტყვის გამათეთრებელი მიღბები. თქვენ იცით, რომ გაგიგიათ ალბათ, რომ ევროპაში ძალიან კარგ ტონად ითვლებოდა თუ ადამიანი იყო ძალიან ფერმკრთალი, ამიტომ ძალიან ბევრი იყენებდა ამ ტყვის მათეთრებელ მალამუს, რომელსაც როდესაც ისვავდნენ ძალიან თეთრ ფერს აძლევდა სახეს, თუმცა მათ არ იცოდნენ ტყვის მომწამლავი თვისებები, შესაბამისად დროთა განმავლობაში მათი კანი იფარებოდა იარებით, აი ეს იარები რომ დაიფარეთ კიდევ უფრო მეტი მალამუ სჭირდებოდათ მათ, ასე რომ უფრო მეტი ტყუილე შეყავდათ ორგანიზმი და საბოლოო ჯამში ბუნებრივია იღუპებოდნენ. მაგრამ დაუბრუნდეთ ჯაბիր იბნ ხაიანის მოღვაწეობას, გარდა იმისა, რომ ის ცდილობდა ოქროს მიღებას, ძმარმჟავა აღმოაჩინა და აზოტმჟავას სუსტი ხსნარის მიღებასაც მიაწერენ. ისტორიკოსები ყოველ შემთხვევაში წერენ, რომ მას ჰქონდა მცდელობა ამისი და ძმარმჟავა ჯაბირს ეგონა ყველაზე ძლიერი მჟავა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო, მაგრამ იმ პერიოდისთვის უბრალოდ სხვა მჟავები არ არსებობდა და სხვათა შორის ჯაბირსავე ეკუთვნის მცდელობა, რომ შეიქმნა პირველი ხსნადობის პირველი ცხრილი. ანუ აი არსებული ნივთიერებები დაეჯგუფებინა ხსნადად და უხსნადად, მაგრამ ბუნებრივია, რომ უხსნადების გრაფაში უფრო მეტი აღმოჩნდა ვიდრე ხსნადების, იმიტომ რომ წყალში და ძმარმჟავაში ძალიან მცირე მათგანი იხსნებოდა. თუმცა ეს ცხრილი იქნა გადახედილი შემდგომ, როდესაც უკვე ესეთი ძლიერი მჟავები აღმოაჩინეს, როგორც არის აზოტმჟავა და გოგირდმჟავა. თუმცა მთავარ დამსახურებად ჯაბირი თვლიდა, რომ მან მიაგნო ოქროს ტრანსმუტაციის პროცესი, ის ამბობდა, რომ
აიღეთ გოგირდი, აიღეთ ვერცხლისწყალი, აი ხომ მინდა გაგახსენოთ ისინი. გოგირდი არის მამა ამათი, დედა სინდიყი, ნუქსუს კამათი. ანუ ჯაბირი ისე დაუბრუნდა აი ძველი ქემეიეს მიმდევარი ქურუმების ნაზრებს და თქვა რომ გოგირდი და ვერცხლისწყალი უნდა შეაერთოთ ერთმანეთთანო, მაგრამ ისიც მინდა შეგახსენოთ რომ ეს მეც შევაერთე ლაბორატორიაში. წუთით ახლა გაჩვენებთ თქვენ შეგახსენებთ ამ სურათს. აი ეს და აი ასეთი სახით მე შემიძლია ეს გოგირდი და ვერცხლისწყალი დავტოვო მთელი წლის განმავლობაში და ის რა თქმა უნდა უქროთ არ გარდაიქმნება არავითარ შემთხვევაში. და სხვა შორის ჯაბირიც აღიარებდა ამას, მაგრამ ის ამბობდა, რომ მას ჭირდება მომწიფება. ანუ ესო ძალიან ნელი პროცესი არისო, შეიძლება დროში უსასრულოდ გაიწელოსო, მაგრამ თუ მას მომამწიფებთო, ამ შემთხვევაში შესაძლებელიაო, რომ მივიღოთ ოქრო. და ასე ვთქვათ, მაგალითისთვის მოყავდათ მეფე მიდასის ამბავი, რომელიც ფრიგიის მმართველი იყო და აი ლეგენდის თანახმად ღმერთი დიონისისგან მიიღო ქვა, რომელიც ყველაფერს გადააქცევდა ოქროთ და ამიტომ ის იყო ზღაპრული სიმდიდრის მფლობელი. სიამოვნებაში უბრალოდ ის მართლაც ძალიან მდიდარი იყო, უბრალოდ მას ოქროს საბადოები ჰქონდა და არსებობს ესეთი გრავიურაც, რომ ლეგენდის თანახმად მიდასმა თავის შვილსაც, თავის ერთადერთ ქალიშვილსაც კი შეახვა ეს ქვა და ოქროთ გადააქცია და აი გრავიურაზე თქვენ ხედავთ, რომ მას გადაწვენილი ყავს მუხლებზე მკვდარი ოქროთ გადაქცეული შვილი. მოკლედ ჯაბირი ამბობდა, რომ საჭიროა ასეთი რაღაც დამაჩქარებელი, რომელიც აი მომწიფების პროცესს დააჩქარებსო და ეს რაღაც უნდა იყოს ფხვნილიო, ფხვნილი არაბულად არის იქსირი, არტიკლის შესაბამისად ალ-იქსირი, რომელიც შემდეგ ევროპელებმა უფრო ცხარდი ტერმინით შეცვალეს და ასე მივიღეთ ელექსირი. ანუ ისინი ეძებდნენ ელექსირს, იგივე ფილოსოფიურ ქვას. ესე იგი არის ელექსირი და ფილოსოფიური ქვა არის ერთი და იგივე. აქო ისიც მინდა ვთქვა, რომ ჯაბირი არც თუ ისე ცდებოდა. და ახლა ვაგეხსნით რაში არ ცდებოდა ის. ანუ ის ეძებდა რაღაცას, რაც პროცესს დააჩქარებდა. ის ეძებდა ისეთ რაღაცას, რომლის გარეშეც ეს პროცესი ვერ წარიმართებოდა. ანუ ფაქტიურად ის საუბრობდა თანამედროვე კატალიზატორს. კატალიზატორი ეს არის ნივთიერება, რომელიც აჩქარებს ქიმიურ რეაქციას 1000-ჯერ, ზოგჯერ მილიონჯერაც. ის არ შედის რეაქციის პროცესში, ანუ ის არ იხარჯება და რეაქციის ბოლოს ის რჩება აბსოლუტურად იმ სახით, რა სახითაც შევიდა რეაქციაში, შესაბამისად, აი ის რაღაცა ესეთი კატალიზატორის მსგავს ეძებდა. მაგრამ ბუნებრივია არ არსებობდა არანაირი კატალიზატორი, რომელიც ჰიდრალგირულ ესს მოამწიფებდა ოქროთ. აი ამაში ბუნებრივია ჯაბირი ცდებოდა. იყვნენ მისი თანამედროვე სხვა მეცნიერებიც, რომლებიც ასე თუ ისე შედარებით საღათაზროვებდნენ. ანუ ჯაბირი ფილოსოფიურ ქვას იგივე ელექსირს ეძებდა იმისთვის, რომ ოქრო მიიღო. მისი თანამედროვე რაზი, ანუ გაზესი, ეძებდა ელექსირს იმისთვის, რომ მიიღო ოქრო და გამოეყენებინა ის მედიცინაშიც. ანუ სანახევროდ საღათს მსჯელობდა და სანახევროდ უტოპიაში გადადიოდა აი ოქროსთან დაკავშირებით. რაზესი ცნობილია იმით, რომ მან აღმოაჩინა თაბაშირი და აი თაბაშირის სახუებების პირველი დადების მეთოდიკა, პირველი დადების ტექნოლოგიის პირველი მცდელობა მოტეხილობების დროს სწორედ რაზესს ეკუთვნის, ასე რომ მედიცინისთვის მან საკმაო შრომა გასწია და დამსახურება მიუძღვის. თუმცა პარალელურად ის ცდილობდა, რომ ოქროც მიეღო იქნებ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ვერ შეძლო მან. თუმცა შექმნა ასეთი წიგნი, რომელსაც დაარქვა საიდუმლოებათა წიგნი და ყველა ცნობილი ნივთიერება 3 კლასად დააჯგუფა, ეგრეთ წოდებულ მინერალურ, ან მიწისებრ ნივთიერებებად, მცენარეულ და ცხოველურ ნივთიერებებად. ასევე მათ თანამედროვე გახლდათ იბნ სინა, ანუ ავიცენა,
და აი ავიცენა ყველაზე უფრო პროგრესულად მოაზროვნე იყო, ის ამბობდა, რომ ფილოსოფიური ქვა, იგივე ელექსირი, ეს ნამდვილად აუცილებელი რამ იყო, ოღონდ მედიცინისთვის. და ის ამბობდა, რომ აი მის მეშვეობით შეიძლება გადაიჭრას ძალიან დიდი პრობლემა. ანუ შეჩერდეს დაბერების პროცესი და გახანგრძლივდეს სიცოცხლე, ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მოვუმატოთ ადამიანს. და თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი პრობლემაც ისევ ეს არის, ანუ დაბერების პროცესის შეჩერება და სიცოცხლის გახანგრძლივება, ასე რომ ავიცენა ყველაზე უფრო პროგრესულად მოაზროვნა იყო აი არაბ ალქიმიკოსებს შორის. თუმცა ჯვაროსნული ომების შედეგად უკვე ევროპელები გამოჩნდნენ ასპარეზზე და არაბები ნელ-ნელა შეავიწროვეს და ბუნებრივია განმეორდა იგივე, რაც იმ პერიოდში, როდესაც არაბები შეიჭრნენ ეგვიპტეში, ანუ როგორც მათ თარგმნეს ეგვიპტურიდან არაბულზე მთელი ეს ცოდნა, ასე დაიწყეს უკვე ევროპელებმა არაბულიდან ლათინურად თარგმნა აი დაგროვილი გამოცდილების. და ერთ-ერთი ასეთი ძალიან დიდი თარგმნელი გახლავთ ალბერტ მაგნუსი, იგივე ალბერტ დიდი, რომელსაც სხვადასხვა მიაწერენ დარიშხანის აღწერას და იმდენად კარგად აღწერა მან და ძალიან დეტალებში დარიშხანი, რომ ზოგიერთი ქიმიის ისტორიკოსი ამბობს, რომ დარიშხანი ალბერტ მაგნუსმა აღმოაჩინა, თუმცა ეს ასე არ არის. იმიტომ რომ კიდევ შეგახსენოთ მე თქვენ ზოსიმა, რომელიც პირველად აღწერა დარიშხანი, თუმცა მისი 28 წიგნი მთლიანად მეგონი 3 წიგნი შემორჩა მხოლოდ და ის ევროპაში ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება და უბრალოდ ხელნაწერთა მუზეუმში ინახება და შესაბამისად მაგნუსი ალბერტ დიდი დარიშხანთან არქივში არ იყო. თუმცა მან დაწერა დიდი წიგნი, ასე ქვია, ალბერტ დიდის წიგნი, სადაც ალქიმიის 7 წესი აქვს ჩამოყალიბებული. და როდესაც მე ამ წესს გადავხედე, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, რომ თქვენთვისაც გამეცნო, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი, რომ იყო ალქიმიკოსი ან რაიმე სპეციალობის ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ სპეციალობის ადამიანს ეს ცხოვრებაში ძალიან გამოადგება და თქვენ მიმართვით ჩაგიკითხავთ, ზედმეტი ყვედობით საფრთხეში აგდებ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საერთო საქმესაც. სამუშაო ადგილი ყურადღებით შეარჩი, ეცადე არ იყოს თვალშისაცემი სხვებისთვის და მოსახერხებელი იყოს შენთვის. დაიწყე შენი საქმე დროულად და დროულად დაასრულე, არ აჩქარდე, მაგრამ არც ნელა იმოქმედო, თორემ წააგებ. იყავი მომთმენი, მოწმენების გარეშე არაფერი გამოდის. მონდომებით დაიწყე და დაასრულე შენი საქმე. დასვენების სურვილი დამარცხების პირველი ნიშანია. იცოდე შენი საქმე, უცოდინრობას სიკვდილი მოსდევს. ყურადღებით შეარჩიე სამუშაო მასალა და შეამოწმე მათი სისუფთავე, რათა თავიდან აიცილო მიღებული პროდუქტის დაბინძურება. ეს მხოლოდ ქიმიკოს გამოადგება. ყოველთვის იყავი თავდაჯერებული და გაიმარჯვებ. მშვენიერი რჩევებია, ასე რომ კარგს ვიზავთ თუ გავითვალისწინებთ. მისი თანამედროვე გახლავთ როჯერ ბეკონი, რომელმაც დენთი აღწერა იმდენად დაწვრილებით და იმდენად კარგად, რომ დენთის აღმოჩენას მიაწერდნენ როჯერ ბეკონს, თუმცა ეს ასე არ იყო. დენთის რეალური აღმოჩენი ისტორიკოსების მიღმა დარჩა, ჩინეთიდან იღებს სათავეს ვიცით, მაგრამ აი როჯერ ბეკონმა ის ძალიან დეტალებში აღწერა. და ასეთი ცნობილი ისტორიული ფაქტია, მან ვერ მიიღო ბეკონმა, ვერ მიიღო ოქრო, თუმცა ეჭვი აიქვეს რომ მიიღო. და დასწავლეს რომ შენ ოქროს რეცეპტზე ინახაო საიდუმლოთო და 15 წელი მას საეკლესიო ციხეში გაატარა და უნდა ითქვას რომ იგივე სასჯელი გამოუტანეს მის წიგნებსაც. ანუ მისი წიგნების დააპატიმრეს. არ შეიძლებოდა მათი წაკითხვა, აკრძალული იყო მათთან შეხება. შემდეგი ალქიმიკოსი, ეს გახლავთ ედუარდ მეორის პირადი ალქიმიკოსები, ესპანელები არიან არნოლდ ვილანოვა და რაიმონდ ლული. რაიმონდ ლულის იმასაც მიაწერდნენ, რომ ის იყო ედუარდ მეორის პირადი ალქიმიკოსი და ჩუმჩუმათო მეფისთვის ოქროს ამზადებსო. და ამიტომაც ააქვსო ედუარდ მეორის
ძალიან ბევრი ოქრო და სიმდიდრეში ცხოვრობს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ იყო. ნულის ქონდა მცდელობა რომ მიიღო ოქრო და სხვა შორის მისი ჩანაწერებიც არსებობს. ამაზე ჩვენ სემინარებზეც ვისაუბრებთ. საკმაოდ ბუნდოვანი ჩანაწერები, აი მაგალითად აიღეთ ფილოსოფიური ვერცხლისწყალი და გაახურეთ, სანამ ის წითელ ლომად არ გადაიქცევა. წითელი ლომი მჟავე ყურძნის პირთან გააცხელეთ ქვიშის აბაზანაზე, სითხე ბოლომდე ამოაშრეს, სანამ ვერცხლისწყალი არ გადაიქცევა, ქვისმაგვარ ნივთიერები და ასე შემდეგ. ანუ ეს იმდენად ბუნდოვანი ჩანაწერები იყო, რომ მოგვიანებით მე-19 საუკუნის ფრანგულმა ქიმიკოსმა ჟან-ბატისტ ანდრე დიუმამ გაშიფრა და დიუმას ვერსიით ფილოსოფიური ვერცხლისწყალი იყო ტყვია, მისი გაცხელებით მიიღებდა ის ტყვიის ყვითელ ჟანგს და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ იდუმალებით მოცული ჩანაწერები ჰქონდა სიმდროინდელ ალქიმიკოსებს, იმდენად ბუნდოვანი, რომ შემდეგ მას დაჭირდა კიდე გაშიფრა, ასე ვთქვათ. სხვადასხვა წიგნების გამოცემა დაიწყეს, მაგალითად 1617 წელს მიქაელ მაიერმა გამოაქვეყნა ილუსტრირებული წიგნი ატალანტა ფუჯიენს, სადაც იყო სხვადასხვა ალქიმიური რებუსი. აი მაგალითად, ესეთი ილუსტრაცია იყო, რომელსაც ქვია მგელი და მეფე. მეფე ეს არის ოქრო და მგელი ეს არის ტიბიუმი. შავი მგელი ჭამს აი ოქროს მეფეს. ანუ ფაქტიურად აი ეს სურათი შეიძლება გაიშიფროს აი ამ ორი რეაქციით. ანუ აი ორი რეაქციის ამსახველი სურათი გახლავთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც ოქროს მოპოვება ხდება, მისი შენარევი შეიცავს ტიბიუმს და ამ ტიბიუმისგან საჭიროა მისი გამოთავისუფლება, რომ არ მოხდეს ოქროს დაბინძურება. ანუ იდეა ამ ილუსტრაციის იყო ეს. შემდეგი სურათი ეს გახლავთ აი ლომები. ანუ ორი ლომი არის, ფრთიანი, ანუ მარცხენა ეს ფრთიანი ლომი, ეს არის ქალის საწყისი და ვერცხლისწყალს ასახავს, იმიტომ რომ ვერცხლისწყალი აქროლადია და ეს ფრთები სწორედ არის მაჩვენებელია და ეს მეორე ლომი მოყვითალო ფერის ასახავს კაცის საწყის, ანუ გუნდირს. ანუ აქაც იგივე არის რასაც ჯაბირი ამბობდა, რომ ვერცხლისწყლის და გულგირდის შეერთებით შესაძლებელია მივიღოთ ოქრო.